მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მეაბრეშუმეობა მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობის დარგი არ არის. მას გარემოს დაცვითი მნიშვნელობაც აქვს. გთავაზობთ რეპორტაჟს. ზემო ალბანის მცხოვრები ქრისტინე ლონგიშვილი 12 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა მეაბრეშუმეობას დაუკავშირა. უკვე მეორე წელია აბრეშუმის ჭიას ზრდის და ტრადიციული დარგის აღორძინებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ეს საქმე დედასთან ერთად გატარებულ ბავშვობის წლებს ახსენებს, როდესაც ოჯახში აბრეშუმის ჭიას ზრდიდნენ და უვლიდნენ. ამიტომ მისთვის მეაბრეშუმეობა მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ის ოჯახურ მოგონებებთან, ტრადიციებთან და მშობლიურ ფესვებთან დაბრუნებაცაა. დილას ვიწყებ უკვე წინა დღესით გამზადებული ფოთლით, ვიღებ ფოთოლს და უყრი ჭიას. პირველად ცოტა რა თქმა უნდა, მერე ბევრდება, ფურცელიც ბევრდება, ფურცელს ვეძახით თუთის ფოთოლს, ფურცელიც ბევრდება და ასე გარდის დღე. შესაბამისად მე როდესაც დავხედავ და გათავდა ფოთოლი ვიწყებ, აი შეძლებს დაგვარად რომ მაშინვე მივახმარო. ყველაზე სასიამოვნო არის, როდესაც პირველად დაინახავ რომ ეს ჭია აკეთებს აბრეშუმის პარკს. ანუ დაიწყო, ხო? როგორ შრომობს ერთია და ეს პირველი პარკი უკვე ნიშანია რომ იწყება სერიოზული საქმე, ანუ პარკის კეთება და მივიღებთ აბრეშუმს. მე წელს მყავს 6 გრამი ჭია აბრეშუმის მური. ვუვლიმას და დაახლოებით 2.5 კილოგრამი უნდა მივიღო. ესე იგი, რამდენი გამოდის სადღაც პარკი, ხო? სადღაცა 10-15 კილოგრამი შეიძლება ცოტა ნაკლები, ზუსტად. აწილს მე თავად გამოვიყენებ, იმიტომ რომ ამას მე ვმუშაობ თექაზე და ვქმნი აბრეშუმის ისა თექით ვაკეთებ მოსახვევებს და ამაში აუცილებლად ვსვამ აბრეშუმს, ანუ მე და ამისთვის დამჭირდება და რაღაც გარკვეულ რაოდენობას ვიტოვებ ჩემთვის და გარკვეულ რაოდენობას ვაბარებ, რომ ცოტა ფინანსურადაც მეხმარება. თუთის ფურცელი მაქვს სახლში და ვსარგებლობ ამით. გარდა ამისა ასოციაციამ მოგცა ნერგები, 3 ნერგი და 4 ნერგი და გაიხარა სულ ყველა. ანუ შემდეგისთვის უკვე გადავდგინდაბიჯები რომ მქონდეს. გარდა ამისა ჩემს მშობლიურ ოჯახში არის ეს ფურცელი და ანუ თანხა არ გამდის იმაში, რაც მე საკვებისთვის უნდა დავხარჯო. ფაქტიურად მე არაფერს არ ვკარგავ და თავისთავად ეს უკვე მოგებას ნიშნავს. პირველ რიგში ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველთაგანვე საქართველოს იმ გზაზე მდებარეობს, რომელსაც ქვია მეაბრეშუმეობის გზა. და ვიცით ყველა ძალიან კარგად, რომ აბრეშუმი არის ძვირადღირებული და ეს დარგი შესაბამისად არ უნდა დაიკარგოს. რომ მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოს ჩვენმა სახელმწიფომ იმაში, რომ ეს თითო ოროლა მეაბრეშუმები რომ გამოვჩდით, ხალისით ვაკეთებთ, მუშაობთ, მეტი დაინტერესება ჰქონდეს. მე არ ვიძახი რაღაც გრანდიოზულ რამეს, მაგრამ ხარდაჭერა. ახმეტის რაიონი ტრადიციულად იყო მეაბრეშუმეობის რაიონი. ალბათ არ ვიცი გსმენია თქვენ თუ არა, მაგრამ ჩვენ ყავდა წარმატებული მეაბრეშუმე ქისტაურიდან ოსანა აივაზაშვილი, შრომის გმირი იყო და გარდა მაგისა, აი თითქმის ყველა ოჯახს ყოველ ზაფხულს მოჰყავდა აბრეშუმის მური და ეს იძლეოდა იმ დროისათვის საკმაო შემოსავალს. აი მე მახსოვს ვიცი ოჯახები, რომლებიც ყიდულობდნენ მაგალითად პიანინოს, ავეჯს და აი ასეთ საგნებს. ასე რომ იყო საკმაოდ შემოსავლიანი. არქსაშვები ეგრეთ წოდებული შემორჩენილი არის მხოლოდ და მხოლოდ ახმეტის რაიონში, აწყურში ეს ერთადერთი და ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, ითქვა კიდევაც სასურველია, რომ ალბათ რომ ეს ასოციაციას გადაეცეს, იმიტომ რომ
ასოციაცია აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ქრისტინე ლონგიშვილი თექაზეც მუშაობს და საკუთარ მოყვანილ აბრეშუმს ხელნაკეთ ნამუშევრებში სხვადასხვა ფორმით იყენებს. ამბობს, რომ თექისა და აბრეშუმის შერწყმა განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის და თითოეულ ნამუშევარს უნიკალურ ხასიათს წენს. მეაბრეშუმე ქალბატონი ცდილობს აჩვენოს, როგორ შეიძლება ტრადიციული დარგის თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა და ახალი ღირებულების შექმნა. სწავლობ მხატვრულ ქსოვილებზე, მაგრამ ამავე დროს მოხალისეობრივად ვეუფლები თექაზე მუშაობას. აი ეგ წარმოდგენილი ნიმუშები ყველაფერი არის თექის ნიმუშები, ეს არის მატყლისგან წარმოქმნილი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მე ვიფიქრე, სად უნდა გამომეყენებინა აბრეშუმი. აი ამ შემთხვევაში პირველი რაც დავიწყე, ეს არის მოსახვევი მერინოსით არის გაკეთებული და აქვს ელემენტები აბრეშუმის. აი ეს ფერადი შეღებილი აბრეშუმი არის, რომელსაც თვითონ ვღებავთ ჩვენ და გარდა ამისა გავიარეთ აბრეშუმის მუზეუმ, სახელმწიფო მუზეუმში ძალიან ბევრი ტრენინგები, ვორქშოპები და ასე შემდეგ ბევრი რამ გვასწავლეს მათ. აი ნახეთ, ესენი სულ არის აბრეშუმები. გარდა მაგის სანამ გადავალთ ქალბატონ ქრისტინა, როგორც ძირითადად ბუნებრივი საღებავებით, დიახ, ძირითადად ბუნებრივი საღებავებით. მე უფრო თეთრს ვიყენებ, იცით რა ვიცი, რატომ რაღაც ასე მომწონს და ეს რა ვიცი. აი ამას გაჩვენებთ, ეს მეცვა ღონისძიებაზე ჩემი შექმნილი დიზაინით არის, ესაც მერინოსით არის წულზე კეთდება და აი ნახეთ, ესენი უკვე გაუკეთე აბრეშუმის ელემენტები. აი ხედავთ თქვენ, მე მგონი ჩანს. ნუ თუ მერინოსი არ იქნება, აბრეშუმი ვერ ჩაითელება, ამიტომ რაღაცას უნდა დაედოს ეს აბრეშუმი. ქართულ ოცნებას და ოპოზიციას ამერიკის შეერთებული შტატებისგან არარეალისტური მოლოდინები აქვს. ამბობს ჯეიმს კარაფანო, გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი მედია Independent Avenue Media's ინტერვიუს. So, Dr. Karafano, first of all, ბატონო ჯეიმს, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის today. Good to be with you. Let me start with ვაშინგტონსა და საქართველოს მთავრობას შორის ბოლოდროინდელი საჯარო აზრთა სხვადასხვაობით დავიწყოთ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კონგრესში გამართულ მოსმენაზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონს ჰკითხა, რა იქნებოდა საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონმა თბილისისგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მიიღო. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პასუხა თქვა, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარა და საქართველოს არ არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც შეიძლება უთხრან როგორ მოიქცეს. რას გეუბნებათ ეს საჯარო პოლემიკა ქართული ოცნებისა და ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რამდენად უნდა ხელავდნენ ქართველები იმის გამო, თუ საით მიდის ურთიერთობა? Well, on the positive side, I really believe that the დადებითი მხარე ის არის, რომ მე ნამდვილად მჯერა შეერთებული შტატების საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი გაუმჯობესების გზა ქართველებთან იმ საკითხებზე ჩართულობაზე გადის, რომლებიც ორმხრივი ინტერესების საგანია და რომელიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის პოზიტიური მხარე. ფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა გააცნობიერა, რომ საქართველოს იზოლაციაში მოქცევისა და მისი იგნორირების მცდელობას სარგებელი არავისთვის მოაქვს, არც ერთ მხარეზე. შეერთებული შტატები ღრმად დაინტერესებულია შუადერეფნის გაფართოებითა და წარმატებით, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასთან, შავ ზღვასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან აკავშირებს. ფიქრობ, ეს შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კი მისი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეერთებულ შტატებს უფრო სტაბილური რეგიონი სურს. ამიტომაც ვფიქრობ, რუბიოს განცხადებები ფაქტებზე დაფუძნებული იყო. ის მსგავს რაღაცეებს უბრალოდ არ იგონებს. თუ მან თქვა, რომ ესაუბრა საქართველოს მთავრობას, გულწრფელად უთხრა, რომ ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მუშაობა გვსურს, მაშინ ამაში სრულიად სერიოზული იყო. ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს ერთგვარი ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი, ანუ თან ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ისაკეთოს, რასაც მოისურვებს, მაგრამ ეს ასე არ იმუშავებს. ურთიერთობების წინ წასაწევად ორივე მხარეს ხელშესახების შედეგების დადება მოუწევს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხოლოდ შედეგებით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს სასიამოვნო სიტყვები. თუ გსურთ ტრამპ-თაუერი ააშენოთ, კი ბატონო, ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვათ, კი ბატონო, რაც მას ნამდვილად აინტერესებს არის შემდეგი. სად არის შედეგი? სად არის კონკრეტული შედეგი? ასე რომ ქართველებს მოუწევთ დასცნენ მაგიდასთან და შეერთებული შტატებისთვის ორმხრივი ინტერესების საკითხებზე რაიმე კონკრეტულის ხელშესახების წარდგენა. ისინი უბრალოდ ვერ მიიღებენ პრეზიდენტ ტრამპისგან. კარგი, საქართველო მშვენიერია და ამით ყველაფერი დასრულდება. საქმე საკმაოდ მარტივადაა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო შიდა უკმაყოფილების შეკავება.
ხოლო როდესაც ისინი ევროპელებმა და ამერიკელებმა დასავლეთში გააკრიტიკეს, მათგან დისტანცირება და რუსეთსა და ჩინეთისკენ უფრო მეტად გადახრა. კეთილი მათ შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სურთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს ჩიხური ურთიერთობებია. რუსეთი რეგიონში ძლიერ და გავლენიან ძალად ვეღარაზოს აღდგება. საქართველოსთვის ის ყოველთვის რელევანტური იქნება, რადგან მის საზღვარზეა. მაგრამ ახლა რუსეთი უბრალოდ მეზობელია. ის აღარ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მოვლენებს წარმართავს. ჩინეთმა კი არაერთხელ აჩვენა, რომ თავს არავისთვის დადებს. ის იქ წავა, სადაც ფულის შოვნა და გავლენის მოპოვება ადვილია და არა აუცილებლად ქართველების სასარგებლოდ. ასე რომ დიახ, რა თქმა უნდა, არსებული კურსის პირობებში ხელისუფლებას შეუძლია ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო როგორც ქვეყანა უფრო მარგინალური და ნაკლებად რელევანტური მოთამაშე გახდება. რეალობა კი ისაა, რომ შუადარაფნის განვითარება ადამიანებს შავ ზღვაზე წვდომის, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების შესაძლებლობას საქართველოს გარეშე მისცემს და ეს არაგონივრულია. ქართველებს კარგი ურთიერთობები აქვთ აზერბაიჯანელებთან, სომხებთან. მართლა დროა საქართველოს რეგიონში სრულფასოვან და პროაქტიულ პარტნიორად ჩამოყალიბდეს და არა ცალკე მდგომ კუნძულად, მაგრამ ეს ქართულ ხალხზეა დამოკიდებული. ფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს. აპირებს თუ არა შეერთებული შტატები სრულად უგულებელყოს საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები და დისიდენტების შევიწროება. პასუხი არის არა. იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის მომხრეები ვართ, ან იმიტომ, რომ ხელისუფლება არ მოგწონს. არამედ იმიტომ, რომ საქართველო ვერაზოს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული. მაგრამ საბოლოოდ ეს თავად ქართულ ხალხზეა დამოკიდებული. შეერთებული შტატები არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის. რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ. რა არის წარმატებული ხელისუფლება? საქმე არ ეხება პოლიტიკას ან იდეოლოგიას. მემარჯვენეა თუ მემარცხენე, კონსერვატორი თუ ლიბერალი ან პროევროპელი. საქმე ეხება კარგ მმართველობას და უკეთეს შედეგებს ხალხისთვის. სწორედ ეს სურს შეერთებულ შტატებს. ამ საკითხში ის ძალიან პრაგმატულია. ასე რომ ერთ მხრივ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სასარგებლოდ სურს ქვეყანამ უფრო სტაბილური პოლიტიკური განვითარების გზით იაროს, რადგან ეს საქართველოსთვის უკეთესია. მეორე მხრივ კი შეერთებულ შტატებს სურს იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს, რათა ორივე მხარისთვის უკეთესი შედეგი მიიღწეს. საქართველოს ხელისუფლებამ კი არჩევანი უნდა გააკეთოს, სურს თუ არა მას შეერთებულ შტატებთან სერიოზული ურთიერთობა, რეალური პარტნიორობის დონეზე. მაგალითად ავიღოთ სერბეთი. სერბები ბიზნესს აკეთებენ რუსებთან, სერბები ბიზნესს აკეთებენ ჩინელებთან, მაგრამ ამავე დროს აგრესიულად მიისწრაფიან შეერთებულ შტატებთან უფრო ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებისკენ. მათ ესმით, რომ საქმე ის არაა, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ ხელს აიქნევს და იტყვის, იცით რა, აკეთეთ რაც გინდათ. საქმე ისაა, სად არის პოზიტიური და კონსტრუქციული შედეგები როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე სერბეთისთვის. ზუსტად ასეთი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან, ზუსტად ასეთი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ასე რომ საქართველოს შეუძლია ამ გზას შემოუერთდეს ან დარჩეს იზოლირებული, რუსებისა და ჩინელების მოწყალებასა და პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტებზე დამოკიდებული. ეს გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. And the tools of political repression. It's kind of up to the Georgian government. Right, Dr. Garpani, you just covered all of the questions I had. But if I may, I just need to like ცოტა ხნის წინ თქვენ დაწერეთ, რომ საქართველოს სულელური ანტიდასავლური სტრატეგია აირჩია და რომ თბილისს რეალური ცვლილებების განხორციელება მოუწევს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დაკვირვებისას მის მიდგომაში დასავლეთის მიმართ რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ შეცდომად? What do you see as the biggest mistakes in its approach to the West? Well, I think the biggest mistake ფიქრობ, უდიდესი შეცდომა იყო არ ჩართულიყო შეერთებულ შტატებთან საერთო ინტერესების საკითხებზე. ჩემი აზრით, საქმე სწორედ ასე მარტივადაა. შემიძლია გავიგო, რატომ იყო ეს პრობლემატური წინა ხელისუფლების დროს, რომელიც რეალურად მხოლოდ საქართველოს დასჯით იყო დაინტერესებული. ევროპელებთან ერთიანი ხაზით მოქმედებდა და საქართველოს იზოლირებას ცდილობდა, მაგრამ ეს არ არის ამ ადმინისტრაციის სტრატეგია. ამ ადმინისტრაციის სტრატეგიაა ჩართულობა. ჩვენ ასე მოქმედებთ, ასე ვიმოქმედებთ ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ საკუთარ თავს შეცდომაში ნუ შეიყვანთ. ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეერთებული შტატები საქართველოს ხვეწნას არ დაუწყებს. ისაუბროს როგორც რეალურმა პარტნიორმა. რეალურ საკითხებზე და თუ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ბაქი-ბუქი სურს, კეთილი. მაგრამ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება. თუ მას რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილოში ცხოვრება სურს, კარგი, კი ბატონო. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც. მეორე მხრივ, თუ მათ სურთ გააფართოვონ საქართველოს წვდომა მსოფლიოზე, თუ ქვეყნისთვის მეტი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოტანა სურთ, მაშინ შეერთებული შტატები საუკეთესო არჩევანია. მაგრამ მსოფლიოში სხვა საქმეებიც გვაქვს.
მთელ ცხოვრებას ქართველების დევნაში ვერ დავხარჯავთ. ჩემი აზრით, კარგი ამბავი ისაა, რომ რაც რუბიოს განცხადების პასუხად საქართველოს მთავრობამ თქვა, სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული იყო. მაგრამ ამაზე შეერთებული შტატების ხელისუფლების პასუხი ფაქტობრივად არაფერი იყო. ეს იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვართ დაინტერესებული ეს ურთიერთობები მიწასთან გავასწოროთ. მაგრამ თუ მათ მთელი დღე ბაქიბუქი და ქედმაღლობა სურთ, კი ბატონო, სასიამოვნო დღეს გისურვებთ, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით, ასე რომ ტელეფონი არსებობს, თუ საუბარი გინდათ დაგვირეკეთ. მაგრამ ეს წარმოდგენა, რომ ისინი შეერთებული შტატებისგან ერთგვარ განსაკუთრებულ აღიარებას ან რამე განსაკუთრებულ ურთიერთობას მიიღებენ, ისე რომ თავად რაიმე სერიოზულს არ დადებენ, მაგიდაზე უბრალოდ ვერ ვხედავ. უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ ეს მოხდეს. არც ერთი ქვეყანა არ მახსენდება, სადაც ასე მომხდარა. იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებთანაც ჩართულობა ჰქონია. ეს ჩართულობა მხოლოდ იმიტომ შევინარჩუნეთ, რომ მათ რაღაც დადეს მაგიდაზე. ასე იყო ბელარუსის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ასეა აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევაშიც და ალბანეთისა და ბულგარეთის შემთხვევაშიც. Even in Albania and Bulgaria. So. დოქტორ გარფანო, რა კონკრეტული ცვლილებების ხილვას ურს ვაშინგტონს ქართული ოცნებისგან, სანამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელი გახდება? Before relations can improve. Well, I would definitely ფიქრობ, შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ შვადერეფანი უზარმაზარი წარმატება იყოს. ეს ჩემი პირადი აზრია და ამერიკის მთავრობის სახელით არ ვსაუბრობ. ამიტომ ამერიკას სურს, რომ საქართველო უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შემტანი იყოს დერეფნის განვითარებაში და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ჩვენ გვსურს ვიხილოთ თავისუფალი და ღია შავი ზღვა. არ ვსაუბრობთ მონტროს კონვენციის გაუქმებაზე. მაგრამ გვინდა, რომ შავ ზღვაში კომერციული მიმოსვლის და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ქვეყნები ერთად მუშაობდნენ. ცხადია, ძალიან გვაშფოთებს ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს ან ფლობს. არავის ადარდებს, თუ ჩინური საქონელი შვადერეფნით გადაადგილდება, მაგრამ გვაღელვებს ჩინეთის შესაძლებლობა ფლობდეს ინფრასტრუქტურას და გავლენას ახდენდეს მასზე. იქნება ეს ციფრული ინფრასტრუქტურა თუ ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, როგორიც სპორტია. მზად ვართ ჩინეთთან კონკურენციისთვის ყველანაირ სფეროში. და ასევე არ გვაქვს პრობლემა თუ ქვეყნები ჩინეთთან საქმიანობენ. მაგრამ შეერთებული შტატების მიზანია არ არსებობდეს ჩინეთზე სტრატეგიული დამოკიდებულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი სტრატეგიაა ჩვენთვის და ასევე სწორი სტრატეგიაა ჩვენი პარტნიორებისთვის. ცხადია, რაც ჩვენ ნამდვილად გვსურს შვადერეფანში ვიხილოთ არის ენერგორესურსების გაცილებით უფრო დიდი ნაკადი. მიგვაჩნია, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ენერგოუსაფრთხოებისთვის, რომ რეგიონის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების დინამიკური დერეფანი არსებობდეს. ცხადია, გვსურს ვიხილოთ მეტი საიმედოობა და შესაძლებლობების გაფართოება ციფრულ სფეროში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ორი მიმართულებაა ზრდის მთავარი წყარო. ასე რომ ვფიქრობთ, რომ ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე უფრო ფართო საწარმოო ბაზის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ისევე როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ზრდისთვის. თუმცა გონია, რომ ეს დროთა განმავლობაში ბუნებრივად მოხდება. რასარგებელი აქვს ამაში შეერთებულ შტატებს. მოდი გულწრფელები ვიყოთ. რაც უფრო ნაკლები სივრცე ექნება რუსეთს, ჩინეთს და ირანს ჩაერევისთვის, მით ნაკლები ტვირთი იქნება ეს შეერთებული შტატებისთვის. მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის გლობალური წვდომის უზრუნველყოფა და მით უფრო ადვილი იქნება მეგობრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობა. ამიტომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს პარტნიორებების გაძლიერებას ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ ევროპაში. კიდევ ერთხელ საქმე არ ეხება რომელიმე მხარის არჩევას, რუსეთის მხარის ან ჩინეთის მხარის. მაგრამ საქმე ეხება ქვეყნებზე სტრატეგიული დამოკიდებულების შემცირებას, რომლებსაც შეუძლიათ რაიმე ცუდის გაკეთება გაიძულონ, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეგიონზე. შეერთებული შტატები ამ საკითხს სერიოზულად უდგება. The United States is serious about that. Right, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ახლახან მხარი დაუჭირა აქტს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენებს ეხება. მეორე დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოეწერა ხელი. როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქვა ვაშინგტონმა მოვლენების ამ თანმიმდევრობით განვითარება და ჩინეთთან საქართველოს მზარდი ურთიერთობა? Increasingly close relationship with China is perceived in Washington. This is not America's problem. This is Georgia's problem. ეს ამერიკის პრობლემა არ არის, ეს საქართველოს პრობლემაა. First of all, უპირველეს ყოვლისა, არც ამდენად განსაკუთრებითაა ჩინეთი საქართველოთი დაინტერესებული. არც ბევრი ფულის ფლანგვით არიან დაინტერესებული. ისინი იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ეს ადვილია. ეს ერთგვარად გავს მდგომარეობას, როცა ქვეყნის სულს არც თუ ისე დიდ ფულად ყიდი და საბოლოოდ სანაცვლოდ თითქმის არაფერს იღებ. საბოლოო ჯამში ჩინეთი საქართველოსთვის არაფერს გააკეთებს. მათ რუსებისთვის თავი არ დაუდევთ უკრაინასთან ომში. თავი არ დაუდევთ ირანელებისთვის ირანის ომში. ჩინეთი თავს არავისთვის არ გაწირავს. ასე რომ სანამ საქართველოში ადვილი ფული და ადვილი გავლენა იქნება,
ჩინელები ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ. ირონია ის არის და ეს არაერთხელ გვინახავს, რომ ჩინეთთან უკეთეს შედეგებს სწორედ ის ქვეყნები აღწევენ, რომლებიც მასთან საკუთარი პოზიციების დაცვას ახერხებენ. რადგან თუ ჩინეთს მართლა სურს იქ საქმიანობა, ის დაბრუნდება და უკეთეს პირობებს შემოგთავაზებთ. იმიტომ რომ ეს მისთვის ხელსაყრელია, მაგრამ თუ რაღაცას არაფრის სანაცვლოდ აძლევთ და გულწრფელად რომ თქვათ, სწორედ ამას აკეთებენ ახლა ქართველები, მიიღებთ იმას, რასაც მიიღებთ. თქვენ მოგექცევიან როგორც ვასალ სახელმწიფოსა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება სულ უფრო გაიზრდება და საქმე ის არის, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის საპიწონე საერთოდ არ არის. შეერთებულ შტატებს ეს არ ადარდებს. ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ისრაელის გამო ვიბრძვით, თუ საქართველოს ჩინეთსა და რუსეთის ჩრდილში დარჩენა სურს, კარგი წარმატებას უსურვებთ. ჩვენ საქართველოს გამო ბრძოლას არ დავიწყებთ. ამიტომ ჩვენი შეურაცხყოფა ან ჩინეთის წინაშე ქედის მოხრა. შეხედეთ 17+1 ფორმატს ევროპაში. დღეს ის უკვე ალბათ 14+1-ს უფრო ჰგავს და ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ისინი მორიგ შეხვედრას აღარასდროს გამართავენ. შეერთებული შტატები არასდროს დასხმია თავს 17+1 ფორმატს. ამიტომ კარგი, როგორც გენდომებად. ადამიანები ამ ფორმატს ტოვებენ, რადგან ჩინეთი რეალურად არ უზრუნველყოფს იმ სტრატეგიულ სარგებელს, რომელსაც ჰპირდება. ჩინეთს შეუძლია მიზნობრივი სარგებელი მოუტანოს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ჩინელებთან თანამშრომლობით ფულს შეუვლობენ. კი ბატონო, მაგრამ საკითხი ისაა, იზრდება თუ არა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი იმავე ტემპით, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნების. იზრდება თუ არა საქართველოს უნარი მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან და არა მხოლოდ რუსეთიდან და ჩინეთიდან. ხალხი საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად თუ პირიქით საქართველოდან მიდიან. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის რეალური მაჩვენებლები იმის, არის თუ არა ეს სწორი სტრატეგია. შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიაზე ლექციას არ წაუკითხავს. ის საქართველოს პოლიტიკაზეც არ წაუკითხავს ლექციებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში შესაძლოა არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც ამის გაკეთების სურვილი აქვთ. ვფიქრობ, ამერიკის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობებში მთლიანად პრაგმატული იქნება. თუმცა მისი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ ქვეყანამ პოლიტიკური სტაბილურობის გრძელვადიანი გზა უნდა იპოვოს და ეს უფრო სტაბილურ პოლიტიკურ პროცესს მოიცავს. მაგრამ როგორ მიაღწევთ ამას, ეს ნამდვილად ქართულ ხალხზეა დამოკიდებული. გარკვეული ცვლილებები სხვა ქვეყნებშიც გვინახავს, მაგალითად ალბანეთში. არ ვიცი ეს ამერიკის გავლენის შედეგი არის თუ არა, მაგრამ რეალობა ისაა. არ ვფიქრობ, რომ ალბანეთი დღეს უფრო დემოკრატიულია, ვიდრე 1 ან 2 წლის წინ იყო. თუმცა იქ ახლა აშკარად უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოა. ოპოზიციას საკუთარი ინიციატივების წამოსაწევად უფრო მეტი სივრცე აქვს. შესაძლოა ისინი ხელისუფლებას ვერ ამარცხებდნენ, მაგრამ ხედავთ, რომ ნაკლები ადამიანი ხვდება ციხეში და ნაკლები ადამიანია შინაპატიმრობაში. არსებობს წინსვლის გონივრული გზა, როგორ დაადგებით ამ გზას, ეს საქართველოს გადასაწყვეტია. მაგრამ ჩემი გულწრფელი აზრია, რომ საქართველოს მფსონი იმაზე დადო, თუ საით წავიდოდა მსოფლიო და ვინ იქნებოდნენ მისი ძლიერი მეგობრები და ვფიქრობ, ეს მფსონი არასწორი აღმოჩნდა. დროა, სხვა კურსი აირჩიონ. ჩინეთის ან რუსეთის წინაშე ქედის მოხრა, ან ამერიკელების შეურაცხყოფა არსად მიგიყვანთ, თუ არ ჩავთვლით იმას, როგორც ერთ country სიმღერაშია ნათქვამი. კიდევ ერთი დღით დაბერდებით და კიდევ უფრო მეტ ვალში აღმოჩნდებით. Another day older and deeper in debt, as the country western song goes. Right. So შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის გასულ წელს გაგზავნილ ღია წერილში პრემიერ-მინისტრი კობახიძე წერს, რომ ქართულ ოცნებას და ტრამპის ადმინისტრაციას მთელ რიგ საკითხებზე მსგავსი შეხედულებები აქვს. წერს, რომ ქართული ოცნება Deep State-სა და USAID-ს პრეზიდენტ ტრამპამდე აკრიტიკებდა. years before the ეს ყველაფერი უბრალოდ ბლაბლა იყო. Do you ხედავთ ქართულ ოცნებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ამგვარ თანხმედრას? First of all that's just talk. უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია და ამ ადმინისტრაციისთვის სრულიად არარელევანტურია, როდესაც საქმე მთავრობათა შორის ურთიერთობებს ეხება, რადგან ისინი პრაგმატიზმზეა დაფუძნებული. შეერთებულ შტატებში უამრავი ადამიანია, რომლებიც დონალდ ტრამპით აღფრთოვანებულები არიან და მასზე მუდმივად საუბრობენ. თუ ამას საქართველოს აკეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რეალურად რა დადეს მათ მაგიდაზე? არაფერი. და გულწრფელად რომ თქვა, ეს ან ხელისუფლების სრულ პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს და იმაზე, რამდენად ჩაკეტილია საკუთარ თავში და არ ესმის, როგორ მუშაობს მსოფლიო, როგორ მუშაობს შეერთებული შტატები. ან არ ვიცი, შეიძლება ცუდი ლობისტები ხავდათ, მაგრამ ეს თავიდანვე მარცხისთვის განწირული სტრატეგია იყო. თუ შეხედავთ იმ ძლიერ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს, ეს არ არიან ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპზე კარგ რაღაცეებს ამბობენ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპთან ერთად კონკრეტულ საქმეებს აკეთებენ.
მაგალითად იაპონია, რუმინეთი, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი. ქვეყნები, რომლებიც მაგიდაზე რაღაცას დებენ და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობენ. აი სწორედ ეს ხალხია და არა ის ხალხი, ვინც წერილებს წერს. ჩვენ გვძულს Deep State-ი. დონალდ ტრამპს ეს არ აინტერესებს. Deep State-თან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. იცით, არ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც მაგა მაისურები აცვიათ და ქუდები ახურავთ. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან იმუშავებენ. ჩვენ ამას ვეძებთ. That's what we're looking for. Right. Dr. Garpani, you mentioned this. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა მზად იყოს ბიზნეს გარიგებების სანაცვლოდ. საქართველოში დემოკრატიის უკუსლასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე თვალი დახუჭოს. ფიქრობთ, რომ ეს შეშფოთება საფუძვლიანია? No, because I don't. არა, რადგან ვფიქრობ, ფაქტები ამას არ ადასტურებს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ბევრ ქვეყანასთან, სადაც სერიოზული რეპრესიებია. მაგრამ ეს საკითხები დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. მაგალითად, ბელარუსში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დისიდენტები ციხიდან გაეთავისუფლებინათ, ისე როგორც სხვა ქვეყნებში. ამ საკითხებზე საუბარი ზოგჯერ არასასიამოვნოა, მაგრამ ისინი უგულებელყოფილი არ არის. და კიდევ ერთხელ, ეს საკითხები უგულებელყოფილი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიას ვავრცელებთ, ან იმიტომ რომ გვინდა თქვენ ჩვენ და გვიმსგავსოთ. უბრალოდ ურთიერთობებში ეს ჯანსაღი არ არის. ამ საკითხებს ჩინეთთანაც ვაყენებთ. გულისხმობ, რომ არ არის ჯანსაღი, როდესაც ბიზნესები იძულებით მონურ შრომას იყენებენ. ასეთ პირობებში წარმოებული პროდუქცია არავის სურს და ასეთ საფუძველზე ეკონომიკას ვერ ააშენებ. ამიტომ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ორივე მხარის ინტერესია. ამიტომ ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეს უბრალოდ საბაბია იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში არ ჩაერთონ. ხოლო პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან აქ გარკვეული არარეალისტური მოლოდინებიც არის. რა მოლოდინები გაქვთ, რაც გააკეთებს შეერთებული შტატები? ჩვენ არ მოვალთ და თქვენს ქვეყანას არ გამოვასწორებთ. უბრალოდ ამას არ გავაკეთებთ. ეს ჩვენი საქმე არ არის. ასე რომ არარეალისტურია შეერთებულ შტატებს თხოვო ისეთი რამის გაკეთება, რასაც თავად ვერ აკეთებ ან არ აკეთებ. თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ, კარგი, თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და უთხრათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამ საკითხზე ზეწოლა მოახდინოთ. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ არც დისიდენტებს დავაფინანსებთ იმისთვის, რომ უამრავი კონფერენცია გამართონ, აქეთ-იქით ირბინონ და რეალურად ვერაფერს მიაღწიონ. ამიტომ ვფიქრობ, არც ერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი. იმით, თუ როგორ გადაწყვეტ შეერთებული შტატების საქართველოს შიდა საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ჩართულობას. მაგრამ ამერიკა ამ საკითხებში ისეთი ფორმით ჩაერთვება, რომელიც ერთდროულად პრაგმატულიც იქნება და კონსტრუქციულიც. შესაძლოა ეს იდეალური არ იყოს, არავინ არის იდეალური, ჩვენც არ ვართ. მაგრამ ჩვენ სხვისი პრობლემების გადაჭრას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას არ ვეთქვით, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სოფლიომ თქვენი ყველა შიდა პრობლემა უგულებელყოს. და არც ოპოზიციას ვეთქვით, რომ ჩვენ მოვაგვარებთ თქვენ ყველა პრეტენზიას და პრობლემურ საკითხს. არ ვაპირებთ რომელიმე მხარე გავაბედნიეროთ. მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, შეერთებული შტატებისთვის ეს ყველაზე პრაგმატული მიდგომაა. ჩვენი საქმე არ არის საქართველოში დემოკრატიის აშენება. თუმცა ასევე არ არის ჩვენი საქმე უგულებელყოთ ის საკითხები, რომლებიც ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობას და საქართველოს როგორც პარტნიორის წარმატებას. ასეთია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. The world in which we live. მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ქართულ ოცნებას ერთგვარი კამპანია ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა დასავლეთი, შეერთებული შტატები, ევროპა, საქართველოს ომში ჩათრევას. რას ფიქრობთ ამის შესახებ? Well, it's obviously not true. ცხადია, ეს სიმართლე არ არის. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საქართველო არავის არაფერში არ ჩაუთრევია. ეს ნარატივი თავიდანვე უაზრობა იყო და ახლაც ისეთივე უაზრობად რჩება. ამ ნარატივს მთელ ევროპაში ავრცელებენ ძირითადად რუსები და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები. მაგრამ რეალობა ისაა, რომ არავის არ სურს ამ ომის გაფართოება და მით უმეტეს, არავის სურს ვინმეს აიძულოს გააკეთოს ის, რაც თავად არ უნდა. Certainly nobody has the desire to force anybody to do anything they don't want to do. თუ ვაშინგტონსა და თბილისის შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება, შესაძლებელია ამან პრობლემები შეუქმნას ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას. I mean, probably not. I mean, ალბათ არა, გულისხმობ, რომ საქართველოს შეუძლია უსასრულოდ გააგრძელოს არსებობა შეუმჩნევლობასა და უღიმღამობაში. მსოფლიო საქართველოს ირგვლივ არ ბრუნავს. შეერთებული შტატები საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მოლდოვაში. ჩვენი ინტერესები იქ საკმაოდ უმნიშვნელოა. მიზეზი, რის გამოც იქ ვართ, ისაა, რომ ამაში გარკვეული სარგებელი ჩვენთვისაც არის. ხოლო მოლდოველებისთვის ძალიან დიდი სარგებელია. მათ მობეზდათ შეუმჩნევლობაში ცხოვრება და მარგინალიზებულ ქვეყნად ყოფნა. კეთილი სიამოვნებით ვიმუშავებთ ამაზე თქვენთან, მაგრამ ამის მოლოდინში სუნთქვა-შეკრულები არ ვისხდებით. ასე რომ სტატუს-კვო მისაღებია, მაგრამ ამ ყველაფრით ყველაზე მეტად საქართველო ზარალდება. მათ შორის ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან. people in charge. Right, so how does როგორ უყურებს შეერთებული შტატები ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას? the European Well, Union I think the difference is
I think the European Union is still in the position. ფიქრობ, ევროკავშირი კვლავ საქართველოს დასჯის და იზოლაციის პოზიციაშია. ფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა ეს ეტაპი უკვე გაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ამაზე ევროპელები. ამიტომ საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს. მაგრამ ამ შესაძლებლობით სარგებლობა თავად უნდა შეძლოს. მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც ბელარუსის შემთხვევაში ევროპული მიდგომა იყო ბელარუსის იზოლაცია. შეერთებული შტატები კი ჩაერთო. ფაქტობრივად ახლა ვხედავთ, რომ სხვებიც ფრთხილად იწყებენ უფრო აქტიურ ჩართულობას. პოლონეთიც კი, ბალტიის ქვეყნებიც ძალიან ღელავდნენ ბელარუსთან ამერიკის ჩართულობის გამო. ამბობდნენ, ღმერთო ჩემო, ჩვენს გაყიდვას აპირებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ შიშებიდან არაფერი გამართლდა. ჩემი ვარაუდია, რომ თუ საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ააშენებს და ეს წარმატებული იქნება, ევროპელებიც ამ ხაზს გაჰყვებიან. It's successful. The Europeans will fall in line. What role რა როლი აქვს საქართველოს სამხრეთ კავკასიის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიაში? South Caucasus? Well, ნაკლებად მნიშვნელოვანი. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში წარმატების გამო და ვფიქრობ, რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის მზარდი გავლენის გამო. ასე რომ ვფიქრობ, საქართველო არ არის იმდენად აუცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ის იყო 2 წლის წინ, როცა დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა. ამის მიუხედავად, იქნებოდა თუ არა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სასარგებლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სრულიად დაუჭერდით მხარს. sure, we'd be all for it. What about რა სიტყვით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე? I mean, look, the Azerbaijan, Armenia. დიახ, შეხედეთ, ჩემი აზრით, სომხეთისა და აზერბაიჯანის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მიცის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეერთებული შტატების გარეშე სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. მათ ტრამპის არჩევამდე დაიცადეს, რადგან დაინახეს შესაძლებლობა შეერთებულ შტატებთან ჩართულიყვნენ. საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ შეერთებულ შტატებს, ასე ვთქვათ, შეთანხმების დასრულების პრივილეგია მისცემოდა. საქმე ისიც იყო, რომ შექმნილიყო შესაძლებლობები, რომლებიც შეერთებულ შტატებს დაინტერესებულ მხარედ აქცევდა და ორივე მხარეს წინსვლისთვის საჭირო ნდობას მნიშვნელოვნად უმაღლებდა. რა არის აქ მთავარი სიტყვა? პროაქტიულობა. პროაქტიულობა და ისეთი საკითხების მაგიდაზე დადება, რომლებსაც ორივე მხარისთვის რეალური კონსტრუქციული შედეგები მოაქვს. სწორედ ასე იქცევ ყურადღებას შეერთებული შტატებისგან. თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან. და თუ ამის შესაბამისად არ მოქმედებენ, მაშინ მიზეზი ისაა, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არ სურთ. და პასუხი ასეთია: ჩვენ მათ გვერდსაუვლით. ჩვენ საკუთარი ჯორჯიაც გვაქვს, შტატი, რომელიც ფლორიდასა და ალაბამას შორის მდებარეობს. ჩვენ პარტნიორი გვინდა და თუ პარტნიორი არ არის, მაშინ ეს უბრალოდ ის ქვეყანაა, რომელსაც გზად ჩაუვლით. It's just a country that we drive by. So this is my თქვენი აზრით, რა იქნებოდა საჭირო ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციების მოსახსნელად? sanctions on Bidzina Ivanishvili. It'll take the Georgian government coming forward with a real. ამისთვის საჭირო იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოვიდეს რეალური წინადადებების პაკეტით, რომელიც მაგიდაზე რეალურ ხელშესახებ შედეგებს დადებს. სწორედ ეს იქნება საჭირო. შეერთებული შტატები არ მოხსნის სანქციებს მხოლოდ იმის დაპირებით, რომ მომავალში უკეთესად მოიქცევიან. ან უბრალოდ იმიტომ, რომ ვინმეს კარგ წერილს გამოუგზავნიან. ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა. ამ ბურთის წინ გასაწევად ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს. შეერთებულმა შტატებმა ზუსტად ის გააკეთა, რაც ჩემი აზრით უნდა გაეკეთებინა. გაგზავნა სიგნალი, რომ მზად არის საქართველოს მიმართ იზოლაციის პოლიტიკას გასცდეს. სწორედ ეს არის გზავნილი, რომელიც სერბებსაც გადასცეს. სერბები ამ გზავნილის შესაბამისად მოქმედებენ. საქართველოს ხელისუფლება კი არა. This is exactly the same message they delivered to the Serbians. The Serbians are acting on it. Georgian government is not. Well, thank you so much again for your time, Dr. Garafano. Thank you. Anytime. Yeah, reach out anytime. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.